მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო შეეხება სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ჩაფხუტებს, მათ სხვადასხვა კონფიგურაციებს და დანიშნულებას, ანუ იმ კონკრეტულ კონფიგურაციებს, რომელიც დღესდღეობით გვხვდება სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების, სამხედრო ძალების აღჭურვილობაში და როგორი კონფიგურაციის ჩაფხუტებსაც აწარმოებს სხვადასხვა დიდი თუ მცირე პატარა მწარმოებელი. პატარა ისტორიული მიმოხილვასავით რო გავაკეთოთ, თუ კი შუა საუკუნეების ომებში იმ პერიოდის მუზარადები, ხო, პირველ ეტაპზე ბრინჯაოს მუზარადები და შემდგომში რკინის მუზარადები მებრძოლების სხვა ტიპის მებრძოლების თავებს ხმლებისგან, ისრებისგან და შუბის წვერებისგან იცავდა, თანამედროვე ომში, თანამედროვე ბრძოლის ველზე გამოწვევების სხვანაირი არის და მას შემდეგ რაც ბრძოლის ველზე ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა, მებრძოლის ინდივიდუალური დაცვის ისეთი, ასე ვთქვათ, უმთავრესი საშუალება, როგორც არის მუზარადი, ჩაფხუტი, ასე ვთქვათ, გათვლილი არის სხვადასხვა ტიპის პირველ რიგში საარტილერიო საბრძოლო მასალის ნამსხვრევების შეკავებაზე და შემდგომში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ვაზნების გაჩერებაზე. თუმცა, აქ ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი განმარტება, ხშირად რატომღაც გონიათ ხოლმე, რომ საარმიო ჩვეულებრივი ესეთი მასიური გავრცელებაში, მასიურ გამოყენებაში მყოფი ჩაფხუტები უნდა აჩერებდეს ან აჩერებს ავტომატისტად ტყვიამთქვევის ტყვიებს. თანამედროვე ბრძოლის ველზე და ასევე პირველ და მეორე მსოფლიო ომებშიც ქვეითი ცოცხალი ძალისთვის ნომერ პირველი დამაზიანებელი ფაქტორი არის სხვადასხვა ტიპის ნამსხვრევები. ეს უმეტესად არის საარტილერიო ნამსხვრევები, აქაც ძირითადად წვრილი ნამსხვრევებზეა საუბარი, რომელიც ძალიან ბევრი არის ბრძოლის ველზე, ფაქტიურად ყველგან არის, როცა ასე ვთქვათ, საარტილერიო დაბომბვები მიდის და ასევე საავიაციო ბომბებისგან წარმოქმნილი სხვადასხვა ტიპის ნამსხვრევები და მხოლოდ ბოლო ადგილზე არის, მხოლოდ შემდეგში ბოლო ადგილზე არის სხვადასხვა ტიპის ტყვიები, რომელიც შეიძლება სიტყვაზე მებრძოლს პირდაპირ მოხვდეს თავში. შესაბამისად, ჩაფხუტები, მისი ბალისტიკური დაცვა გათვლილია უფრო ამ სხვადასხვა ტიპის ნამსხვრევების შეჩერებაზე და ასევე შეუძლია და იტესტება კიდეც ამაზე სხვადასხვა პისტოლეტის ტყვის შეკავება, თუმცა აქაც არაჯავშანგამტან ვაზნებზე არის საუბარი. არსებობს მთელი რიგი ხაზები და მიმართულება სპეცჩაფხუტების, რომელიც სპეცდანიშნულების ძალებში გამოიყენება, უფრო აი საპოლიციო სპეცდანიშნულების ძალებში, მოერიშ ჯგუფებში, ესენი მძიმე ჩაფხუტებია, სულ რაღაცა მცირე ხნით გამოყენებაზე არის გათვლილი, მძიმე ჩაფხუტებია, შესაბამისად მებრძოლი მის საშუალებით მთელი დღე ვერ იმოძრავებს და ესეთი ჩაფხუტები არის გათვლილი სხვადასხვა ავტომატის ტყვიების შეკავებაზე, თუმცა, ასე ვთქვათ, მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა ნახევარი საათი, 1 საათი, მაქსიმუმ რაღაც საათნახევარი ესე არის, ანუ რეალურად ასეთ 24 საათის განმავლობაში სიტყვაზე ესეთ ჩაფხუტები ვერ გეფარება. ნუ დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, მასიურ გამოყენებაში მყოფ ჩაფხუტებს, დღესდღეობით ბრძოლის ველზე მეტნაკლებად მოძველებული და თანამედროვე ვარიანტები გვხვდება, გააჩნია რომელი ქვეყნის შეიარაღებული ძალებზე არის საუბარი და დიდი და მცირე მწარმოებლებიც ფაქტიურად რამდენიმე, ასე ვთქვათ, ამ ძირითადი მიმართულებით მუშაობენ. აქ ჩაფხუტები ერთმანეთისგან გეომეტრიული ფორმით, ერგონომიული მაჩვენებლებით, წონებით, თვითონ გამოყენებული მატერიალებით და მთელი რიგი წვრილმანი კომპონენტებით განსხვავდება და ფაქტიურად დღესდღეობით აღჭურვილობის მსოფლიო ბაზარზე დიდი გიგანტი კომპანიები ქმნიან მიმდინარეობებს და ყველა მაგ მიმართულებით მიდის და მიმდინარეობები იქმნება მცირე და დიდი ომების შედეგად მიღებული გამოცდილებების მიხედვით. ყველაზე ისეთი დიდი ორი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი კომპანიები, რომელიც მეტნაკლებად აი მიმართულებებს ქმნის და ტრენდებს ქმნის საბრძოლო ჩაფხუტების მიმართულებით, ნუ ეს არის კომპანია ოპსკორი, თავისი ქვედივიზიონი გენტექსით, რომელიც საბრძოლო და ტაქტიკურ ჩაფხუტებზე არის ორიენტირებული და მიმართულებით მუშაობს, არის ასევე ბრიტანული კომპანია Revision-ი, ძალიან ისეთი სერიოზული ტექნოლოგიები აქვს შემუშავებული სხვადასხვა პერიოდში ჩაფხუტების და ზოგადად დამცავი საშუალებების მიმართულები და არის ასევე ესეთი კომპანია Timvendi, ეს სამი, ასე ვთქვათ, დიდი კომპანია და არის კიდე მთელი რიგი კომპანიები, მაგრამ ეს სამი არის ძირითადად ყველაზე ესეთი სერიოზული კომპანია. თვითონ ჩაფხუტების კონფიგურაციებს და ნიმუშებს რო დაუბრუნდეთ, ხო დღესდღეობით რაც გვხვდება ბრძოლის ველზე,
და საიდან მოდის მოკლედ თანამედროვე ტაქტიკური ჩაფხუტები და როგორ მოვიდა აქამდე. აქვს ესეთი წარმოდგენილი ესეთი ნიმუში, ეს არის ამერიკული პასკეთ ჩაფხუტი, პასკეთ კონფიგურაციის ჩაფხუტი ნიმუში, ეს ჩაფხუტი ამავე დასახელების ჯავშანჟილეტთან ერთად ამერიკის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში შევიდა 1993 წლიდან და 2003 წლამდე კიდევ რჩებოდა, სანამ ახალი ნიმუშებით არ ჩანაცვლდებოდა მასიურად. ესეთი ჩაფხუტები ჰქონდა შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს სპარსეთის ყურის პირველ ომში და ჩაფხუტი ახლა 80-იანი წლების კვალობაზე იმ პერიოდში თანამედროვე იყო, თუ კი შევადარებთ ამ ფოლადის სხვა ტიპის ფოლადის ჩაფხუტებს, რომელიც კიდევ რჩებოდა ბევრი სხვა ქვეყნების შეიარაღებაში, მათ შორის ძირითადი მოწინააღმდეგე ვინც იყო ხო იმ პერიოდში ცივი ომის პერიოდში შეერთებული შტატების საბჭოთა კავშირის არმიის ძირითადი ჩაფხუტი, ესეთი ფოლადის თხელი ჩაფხუტი იყო, რომელიც არანაირ ტყუის შეკავებაზე არ იყო გათვლილი და მხოლოდ სხვადასხვა ტიპის წვრილი ნავსრობების გაჩერება შეეძლო და კონცეფცია თვითონ ამ ჩაფხუტის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იყო უკვე. ცივი ომის პერიოდში 1993 წელს შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში აღჭურვილობაში მიღებული პასკეთ სისტემა, რომელიც თავის თავში მოიცავდა ამ კონკრეტული კონფიგურაციის ჩაფხუტს და ჯავშანჟილეტს, ჩაფხუტის შემთხვევაშიც და ჯავშანჟილეტის თვითონ რბილი ბალისტიკური მასალის შემთხვევაშიც მზადდებოდა კევლარის მასალისგან. 1965 წელს შემუშავებული შექმნილი კევლარის მატერიამ 70-იანი წლების დასაწყისში, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც მისი კომერციული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საწარმოო დანიშნულებით და გამოყენება დაიწყო, ფაქტიურად რევოლუცია მოახდინა იმ პერიოდისათვის აი ამ ინდივიდუალური საჯავშნე საშუალებების წარმოებაში და დღესდღეობით მსოფლიო აღჭურვილობის ბაზარზე აი ამ ჩაფხუტების და ჯავშანჟილეტების რბილი ბალისტიკური მასალის, ასე ვთქვათ, დასამზადებლად გამოიყენება ორი ძირითადი, ასე ვთქვათ, საშუალება. ეს არის კევლარი, მისი სხვადასხვა კონფიგურაციებით, სხვადასხვა ტიპის კევლარის მასალა და მაღალმოლეკულური პოლიეთილენი, ძალიან ისეთი მარტივად რომ მივხვდეთ რა არის განსხვავება, ვიზუალურად ერთი შეხედვით, კევლარი უფრო ყვითელი ფერის არის, მაღალმოლეკულური პოლიეთილენი უფრო თეთრი ფერის მასალა არის. მოყოლებული 1993 წლიდან, ანუ იმ პერიოდში, როდესაც უკვე შეერთებულ შტატებს ესეთი პასკეთ სისტემის ჩაფხუტი ჰქონდა, ესეთი კეპკიან ჩაფხუტებსაც რო ეძახიან, მსოფლიოს ძალიან ისეთი ბევრი ქვეყნის არმიაში, ძირითად ჩაფხუტად ისევ მოძველებული ფოლადის ჩაფხუტები რჩებოდა, რომელიც, როგორც გითხარით, მხოლოდ წვრილი ნავსრობების გაჩერებაზე იყო გათვლილი. უკვე 90-იანი წლების ბოლო პერიოდიდან უკვე კარგად, ასე ვთქვათ, იკვეთება, რომ პასკეთ სისტემა მოძველებული იყო, ზოგადად მისი გეომეტრიული აგებულებაც, ერგონომიული ნაწილიც, ჰქონდა ზედმეტი დეტალები, მაგალითად აი ეს კეპკა, რომელიც რეალურად ზედმეტი აღმოჩნდა და უარი ითქვა შემდგომში ამაზე, თვითონ ჩაფხუტის ზოგადი აგებულებაც, მასზე სხვადასხვა აქსესუარების მონტაჟი ძალიან სერიოზულად იყო გართულებული და პლუს შედარებით ესეთი დიდი წონა ჰქონდა იმ პერიოდისთვის 90-იანების ბოლო პერიოდისთვის ჩაფხუტების წარმოება ტექნოლოგიურად ბევრად უფრო სერიოზულად იყო დახვეწილი, ვიდრე ეს იყო სიტყვაზე 80-იანების დასაწყისში. შესაბამისად 90-იანი წლების ბოლო პერიოდიდან ჩნდება ნელ-ნელა ამერიკის შეიარაღებულ ძალებში და 2001 წლიდან უკვე ოფიციალურად შედის აღჭურვილობაში MiG-2000 ტიპის ჩაფხუტები, აი ასეთი გეომეტრიული მოყვანილობის. პასკეთ ჩაფხუტებთან შედარებით ამას უკვე აღარ ქონდა კეპკა წინა მხარეს, ყურები შედარებით უფრო დაპატარებული იყო და ოპტიმიზებული და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი რაც იყო საფეთქერის და ყურის მიდავა მაგრამ ნაწილს ფარავდა, უკანა მხარეს პატარა რკალისებურად იყო აწეული, რომ დაწოლილი სროლის შემთხვევაში ბევრად უფრო ერგონომიულად მომხდარიყო ჩაფხუტის მორგება და ბალისტიკური მაჩვენებლები გარკვეულ დონეზე იყო გაუმჯობესებული იმის მიუხედავად, რომ აი ამ MiG-2000-ების სისქე იყო შედარებით უფრო შემცირებული.
სულ რამდენიმე წლის მიღებული იყო მი-2000 ოფიციალურად შეიარაღებაზე, უკვე ჩნდება ACH ტიპის ჩაფხუტები, რომელსაც ესე მოკლედ ACH ტიპის ჩაფხუტებსაც ეძახიან, ანუ Advanced Combat Helmet-ები 2003 წლიდან ჩნდება უკვე შეერთებული შტატების არმიის და საზღვაოქვეითა კორპუსის შეიარაღებაში და მი-2000-ის პირველად მოდიფიკაციებთან ერთად ეტაპობრივად მთლიანად ახდენს პასკეთ სისტემის გამოდევნას. თვითონ ACH, ანუ Advanced Combat Helmet-ი, ACH შემოკლებით შექმნილი არის თვითონ მი-2000-ის ბაზაზე და მის რაღაც დონეზე გაუმჯობესებულ ვარიაციას წარმოადგენს. თვალის ერთი შეხედვით მეტნაკლებად ეს ორივე ჩაფხუტი ერთმანეთს გავს, მაგრამ სხვადასხვა კონსტრუქციები არის გეომეტრიულად და სხვადასხვა პატენტებით არის დაცული. ეტაპობრივად უკვე წლების განმავლობაში მი-2000-ზეც ასე თუ ისე უარი ითქვა შეერთებული შტატების არმიაშიც და გაგრძელდა თვითონ ამ ACH-ის ჩაფხუტის ხაზით. მი-2000-ესაც, ნუ მანამდე პასკეთ სისტემასაც, ჩაფხუტსაც, მი-2000-ესაც და Advanced Combat Helmet-ებსაც, ანუ ACH ტიპის ჩაფხუტებსაც ბევრი მას შემდეგ 2000-იანების დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც პირველი ნიმუშები გავრცელდა, ბევრმა სხვადასხვა კომპანიამ დაიწყო ლიცენზირებული და არალიცენზირებული წარმოება და შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით აი ესეთი კონფიგურაციის ჩაფხუტი ყველაზე მეტად არის გავრცელებული თანამედროვე ბრძოლის ველზე. ნუ აქ წარმოდგენილი გვაქვს კიდე სხვა ტიპის ჩაფხუტები, რომელიც უკვე შედარებით უფრო მოგვიანებით ჩნდება და მისი პირველი ნიმუშები კუსტარულ დონეზე იქმნება ერაყსა და ავღანეთში და შემდეგ მასიურ წარმოებაში ხდება უკვე მისი ჩავშობა უკვე 2007 და 9 წლებიდან. ეს არის მი-2000-ის ბაზაზე და შემდგომში მისი ღრმა მოდერნიზაციით, ამ კორპუსის, ამ გეომეტრიული კორპუსის ღრმა მოდერნიზაციის ბაზაზე შემუშავებული ასეთი ფასტის მოყვანილობის ჩაფხუტები, რომელიც დღესდღეობით რამდენიმე ასე თქვა ძირითადი კონფიგურაციით არსებობს. პირველი ფასტები ამერიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ნაწილებში 2007 წლიდან ჩნდება და მასიურად მის წარმოებას სხვადასხვა კომპანიები უკვე 2009 წლიდან იწყებენ. ეს ფასტის დასახელებით ჩაფხუტი დაპატენტებული აქვს კომპანია Opscos-ს, ეხლა რო ახსენე Gentex-ი, ქვედივიზიონი, რომელიც ჩაფხუტების მიმართულებით მუშაობს და ფაქტიურად ყველა ის მწარმოებელი, რომელიც აი ამ ყურებ მოჭრილ ჩაფხუტებს რო ეძახიან, მათი მიბაძვით და მათი სხვადასხვა კონფიგურაციებით ცდილობს ასეთი ტიპის ჩაფხუტების წარმოებას. ზოგადად ასეთი ტიპის ჩაფხუტებს, აი რომელსაც ყური აქვს მთლიანად მოჭრილი, ეწოდება მაღალი ჭრის ჩაფხუტები. ნუ განსხვავებით ასეთი ყურებიანი ვარიანტისგან და არის არსებობს ასევე ამათი შუალედური ვერსია მიდკატებსაც ეძახიან, რომ ამის ნახევარი ყური აქვს დაახლოებით. ნუ ეხლა ყურის მიდამოების მოჭრა რატო გახდა საჭირო ჩაფხუტებზე? ზოგადად არაერთხელ მithქვია და კიდევ ვიმეორებ, რომ სხვადასხვა შეიარაღებული კონფლიქტი განსაკუთრებით ისეთი კონფლიქტები, სადაც წინ არის წამოწეულია ესეთი ქვეითი მებრძოლების როლი, სპეციალური დანიშნულების ძალების როლი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მაინცირებელი ფაქტორი არის ინდივიდუალური აღჭურვილობის მოდიფიცირების განვითარებისა და სხვადასხვა ნიმუშების შექმნის კუთხით. ნუ ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე კამპანიებში გამოჩნდა ესეთი რაღაცა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებაში იმ პერიოდში არსებული ესეთი ACH ტიპის ჩაფხუტებზე, რომელზეც წესით და რიგით ნორმალურად უნდა ემუშავა ესეთი აქტიურ ყურის დამცავებს, ამ შემთხვევაში პელტორის ტიპის აქტიურ ყურის დამცავებს, ნუ მეტნაკლებად შეიძლება ჩაფხუტის დაფარება, როდესაც ესეთი პელტორებს ხმარობთ, შესაბამისად ყურსასმენის გეომეტრიაც ამაზე არის გათვლილი, ეს გამოწეული ნაწილი ჩაფხუტის ყურის ქვემოთ გამოდის და შიდა ნაწილი არის მოთავსებული ყურსა და ჩაფხუტის აი ამ გვერდითა ადამიანის ყურსა და ჩაფხუტის აი ამ კონკრეტულ ნაწილს შორის, თუმცა რეალურ სიტუაციაში, რეალურ ხმარებაში არც ისე ერგონომიული არის ასეთი გამოყენება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე კუსტარულ დონეზე ხდებოდა ყურების მოჭრა ასეთ ჩაფხუტებზე, რაც საქართველოშიც ასე თუ ისე გავრცელებული არის და აკეთებენ ამას. და შემდგომში უკვე კომპანიებმა თავიდანვე ასე ვთქვათ ყურებ მოჭრილი, ყურებ დაჭრილი ჩაფხუტების წარმოება დაიწყეს, მთელი მიმართულების სხვადასხვა ასე ვთქვათ მათი სხვადასხვა კონფიგურაციები და ხაზები ასე იქნა შემუშავებული და
გაშვებული. შესაბამისად შეიქმნა ესეთი აქტიური ყურსასმენების მთელი რიგი, ასე ვთქვათ, გადამყვანები, ადაპტორები, რომელიც აი ამ ყურებმოჭრილ ჩაფხუტებზე მათ დასამაგრებლად იყო განკუთვნილი. და ჩვეულებრივი ჩაფხუტისგან განსხვავებით, ყურებმოჭრილი, ანუ ყურის მიდამოს მაღალი ჭრის მქონე ჰაიკატებს ეძახიან, ჭრის საფხუტებისთვის შემუშავდა და წარმოებაში ჩაესვა ესეთი თაღისებური გვერდულა რელსები. ეს კონკრეტული ჩაფხუტი ახლა როგორც ხედავთ, ტაქტიკური კონფიგურაცია არის ჩაფხუტის, არ არის რაღაცა ისეთი ჩაფხუტი, რომელიც საერთო საჯარისო ასე ვთქვათ ოპერაციებში ჯარები, რომელსაც ჯარები მასიურად იყენებენ, გააჩნია რაღაც რომელი ქვეყნის ჯარებზე არის საუბარი და აი ესეთი რელსები და წინიდან დამაგრებული ესეთი ღამის ხედვის ხელსაწყო სამაგრი ბუდეები უფრო არის გათვლილი აი ესეთი ტაქტიკური კონფიგურაციის კომპლექტაციისათვის. ფასტის ტიპის ჩაფხუტები, როგორც გითხარით, სხვადასხვა ტიპის გვერდულა რელსებით კომპლექტდება. რა თქმა უნდა, მისი ფერიც და გეომეტრიული თავისებურებების მორგებული არის თვითონ ჩაფხუტის კამუფლირებაზე, ჩაფხუტის ფერზე და თვითონ ჩაფხუტის ზოგადად ჩაფხუტის გეომეტრიაზე. ასეთი რელსები არსებობს აჩის ტიპის ჩაფხუტებისთვის, არსებობს მიჩორიათასებისთვის და არსებობს პასკეთ ტიპის ჩაფხუტებისთვის, თუმცა პასკეთ ტიპის ჩაფხუტი მორალურად იმდენად მოძველებულია, რომ მას რელს დავაყენებ თუ არ დავაყენებ, ბევრს აღარაფერს არ ცვლის. ესე იგი ტაქტიკურ კონფიგურაციაში ესეთი ფასტის ტიპის ჩაფხუტებზე წინა მხრიდან აუცილებლად ღამის ხედვის სამაგრი ბუდე არის საჭირო, შროუდი, იმიტომ რომ თანამედროვე ბრძოლისველი ახლა ღამის ხედვის ხელსაწყოების გარეშე წარმოუდგენელი არის. არსებობს ესეთი სტანდარტული ბუდეები, თავის დროზე შეერთებულ შტატებში შემუშავდა და ფაქტიურად ახლა დღესდღეობით ერთგვარ სტანდარტად ითვლება, არის სხვა სტანდარტის ბუდეებიც, მაგრამ უმეტესწილად გავრცელებული არის აი ესეთი შიდა, ასე ვთქვათ, გეომეტრიის მქონე ბუდეები. ეს კონკრეტული ბუდე მაგალითად ერთ-ერთი თანამედროვე ბუდე არის კომპანია ნოროტოსის წარმოების და აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ფასტის ტიპის ჩაფხუტებზე, ასევე მასიურად მონტაჟდებოდა ესეთი აჩის ტიპის ჩაფხუტებზე, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალების ამერიკის არმიაში რიგდებოდა და სანამ აი ამ შედარებით თანამედროვე სამწერტილიანი შროუდების, ანუ ბუდეების მონტაჟი დაიწყებოდა, სანამ ეს შეიქმნებოდა, იყო ასევე ესეთი ჩვეულებრივი ერთწერტილიანი ბუდეები, ორი სხვადასხვა კონფიგურაციით, ესეც ასევე კომპანია ნოროტოსის ბუდე არის. კომპანია ნოროტოსი დაახლოებით აი ამ ღამის ხედვის ხელსაწყოების სამაგრ ბუდეებში, მათ კრონშტეინებში და გადამყვანებში დაახლოებით ისეთი კომპანია არის. აი სიტყვაზე როგორც ჩაფხუტებში არის ოფსკორი რო ავიღოთ, ან ოფსკორი რო ავიღოთ, ოფსკორი გენტექსი, ან იგივე თიმვენდი რო ავიღოთ და ძირითადად ასეთ აქსესუარებზე არის სპეციალიზირებული. ბევრი მინუსი ჰქონდა ასეთ ერთწერტილოვან ჩამაგრებას, მისი მონტაჟის რამდენიმე კონფიგურაცია არსებობდა, თუმცა პირველ ეტაპზე 2000-იანების დასაწყისში სწორედ ასეთი ერთწერტილოვანი ბუდეებით ხდებოდა კომპლექტაცია ამ ამერიკული მიჩორიათასებისას და ACH Advanced Combat ჰელმეტებისაც და ეტაპობრივად უკვე ნელ-ნელა შეიცვალა აი ამ სამწერტილიანი ბუდეებით. ნუ ეს სამწერტილიანი ბუდეები ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციით არსებობს, არსებობს ესეთი უნივერსალური პლასტიკატის და ალუმინის ჰიბრიდული ბუდეები, რომელიც ყველა კონფიგურაციის ჩაფხუტზე მიდის, არსებობს ასევე თლიანად ალუმინის ბუდეებიც, ესეთი თლიანად ალუმინის ბუდეებიც და ამ ორივე ტიპის ბუდეზე, უფრო სწორედ აი სამივე ტიპის ბუდეზე მონტაჟდება ესეთი უნივერსალური სამაგრი კრონშტეინები, ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციებით არსებობს, მოდიფიკაციებით, ნუ რინოები ეწოდება აი ამ გადამყვან კრონშტეინებს და ნუ ეს უკვე ღამის ხედვის ხელსაწყოების მიმართულება არის, ამიტომ ძალიან დეტალებში აღარ ჩავუბრუნავდები და ნუ ჩაფხუტები, რომელიც დღესდღეობით გამოდის სოფლიო ბაზარზე და იყიდება, ტაქტიკური ჩაფხუტები, უმეტესად აი ამ რინოს ტიპის გადამყვან კრონშტეინებზე არის მორგებული, მათზე არსებული ღამის ხედვის ბუდეები. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ისევ თვითონ ჩაფხუტებს. როგორც გითხარით, ჩაფხუტები მაღალი ყურების მიდამოს მაღალი ჭრით, ეს მიდამოთი, ქონდა ასეთ კონფიგურაციას თავისი მინუსები. მინუსი პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ ეს ნაწილი მოშიშვლებული რჩება და თანამედროვე ომში, სადაც ნამსხვრევები ძალიან სერიოზული საფრთხე არის, ადამიანის საფეთქელის და ყურის მიდამო
ძალიან ისეთი მოშიშვლებული რჩება ჩვეულებრივი ჩაფხუტისგან განსხვავებით. შესაბამისად, ასეთი ჩაფხუტი, ურებმოჭრილი ჩაფხუტის გამოყენებას და გამოყენებას აზრი ეკარგება თუ არ ვიყენებთ სამხედრო შესრულების, ანუ სამხედრო მილგრეიდის შესრულების, მასზე თუ არ ვიყენებთ ესეთი ყურის დამცავებს, ამ შემთხვევაში ესეც პელტორის აქტიური ყურის დამცავები არის, რომელიც სპეციალური, ასე ვთქვათ, საიარაღო პლასმასისგან მზადდება და მასზე რაღაცა წვრილი ნამსხვრევის მოხვედრის შემთხვევაში არ ხდება, ასე ვთქვათ, ამ ჩაფხუტი, ამ ყურის დამცავის ესე პირდაპირ გახვეტა და საფეთქლის ამ ყურის მიდამოს დაზიანება მეტნაკლებად წვრილ ნამსხვრევებს აჩერებს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით შედარებით, ასე ვთქვათ, ბიუჯეტურ და არასამხედრო შესრულების ყურის დამცავებზე, თუმცა ტაქტიკური სროლის დროს ეს სამოქალაქო გამოყენებით არანაირი პრობლემა არ არის და პირიქით ჩვეულებრივად შეიძლება, მაგრამ საბრძოლო სიტუაცია ცოტა სხვა არის. თვითონ ყურსასმენები პირველად კონფიგურაციაში ეს ყურსასმენები არის ესეთ მდგომარეობაში, ჩვეულებრივად, ანუ ჩაფხუტის გარეშე რო დავიმაგროთ, ესეთი, ჩვეულებრივი. შემდეგ აი ამ კონკრეტულ ნაწილში ესენი ეხსნება, ეცვლება და მასზე მაგრდება ესეთი სპეციალური გადამყვანი, რომელიც არის კონკრეტულად აი ასეთი გვერდულა ყურის დამცავების სამონტაჟოდ თაღისებურ რელსებზე. ესენი ბევრნაირი არსებობს ესეთი გადამყვანი და გააჩნია იმას როგორ ტიპის რელსებზე გვინდა დამაგრება და როგორ ტიპის ყურის დამცავების მორგება გვინდა მასზე. ხშირ შემთხვევაში ესეთი fast ჩაფხუტები უფრო უმეტეს შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებში იხმარება ან სადაზვერვო ქვედანაყოფებში და ზემოდან ასევე თვითონ ჩაფხუტის კორპუსში შეიძლება იქნას დაფარული ესეთი ტაქტიკური შალითით, რომელსაც ბევრი სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ან შეიძლება ჩაფხუტი ზემოდან პირდაპირ იქნას ჩაფხუტის კორპუსზე იქნას პირდაპირ დაწეპებული ესეთი სპეციალური ჩაფხუტის სტიკერები, ფრიცებს რო ვეძახით, აი დედალ ფრიცებს რო ვეძახით, ესეთი რბილი ფრიცები, ანუ რბილი მხარე, რომელზეც სხვადასხვა ტიპის დროშების, პატჩების, სისხლის ჯგუფის და 1000 რაღაცის დამაგრება შეგვიძლია, დამატებითი აქსესუარით და პლუს შეგვიძლია აი მაგალითად ზოგიერთი ტიპის ღამის ხედვის ხელსაწყოსთვის დავამაგროთ დამატებითი ელემენტი ან უკუწონა თუ ღამის ხედვა სიტყვაზე მძიმე არის და ჩაფხუტს წინ ეკაჩება, ანუ ესეთი მრავალფუნქციური არის. თვითონ ჩაფხუტების შიდა მხარეს რაც შეეხება ესეთი ტაქტიკური ჩაფხუტები ამ შემთხვევაში ეს fast-ის კონფიგურაცია დაკომპლექტებულია ესეთი ასევე კომპანია ოფსკორის წარმოების ესეთი დაკიდების სისტემით, ზოგადად დაკიდების სისტემა ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ ეს კონკრეტული 4 წერტილიანი დაკიდების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო არის ჩემი აზრით და მასიურად გამოიყენება შეერთებული შტატების არმიაში და შიდა მხარეს ასევე კონკრეტული ასე ვთქვათ მებრძოლის იქნება ნუისიცარე ჩაფხუტი, ჩაფხუტის მეპატრონის გემოვნებიდან გამომდინარე, შიგთავსის ეს რბილი ნაწილი რაც უშუალოდ გვერდებს, თავის გვერდებს და თხემს და წინა და უკანა შუბლის და კეფის ნაწილს ეხება, შეიძლება სხვადასხვა ტიპის რბილი ასე ვთქვათ პადებით იქნას აწყობილი დაკომპლექტებული ან მთელი რიგი ასე ვთქვათ განსხვავებული შიგთავსებით. ზოგადად შიგთავსების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კომპანია თავისი პროდუქციის გათვალისწინებით არის კომპანია TeamVendi, რომელიც ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციის გადაწყობად, გადმოწყობად და უნივერსალურ შიგთავსებს გვთავაზობს. ჩაფხუტები შეიძლება იყოს ასევე ერთფერში, როგორც აი ეს პასგეტ სისტემის საფხუტი არის, ასევე შეიძლება იყოს შეღებილი სხვადასხვა კამუფლაჟზე და ასე შემდეგ. და ასევე ჩაფხუტების სხვადასხვა კონფიგურაციით, ანუ ჩვეულებრივი მიჩ-2000, АЧ ან შეიძლება ეს ფასტის შემთხვევაშიც იყოს, რელსებზე შეიძლება დამაგდეს აი ესეთი რელსებზე ან რელსების გარეშეც შეიძლება დამაგდეს ესეთი წინა მხარეს ბალისტიკური დამცავი ფარი, ნამსხვრევსაწინააღმდეგო დამცავი ფარი, რომელიც უფრო ასეთ კომპლექტაციაში მაგრდება ხოლმე აი საპოლიციო სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის, რომელიც აი შენობის პირობებში და სხვა პირობებში შეიძლება შტურმს ახორციელებდნენ რაღაც ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ან ასე შემდეგ. საჯარისო ჩაფხუტებში ესეთი ასე ვთქვათ დამატება ნაკლებად გამოიყენება და შეიძლება დამაგდეს ისეთ ჩაფხუტებზე, რომელსაც აი სიტყვაზე მესამგრე გამონაღმულები შეიძლება იყენებდნენ. რაც შეეხება ბალისტიკური ჯავშან ჩაფხუტობის დაცულობის მაჩვენებლებს, თანამედროვე საბრძოლო ბალისტიკური ტაქტიკური ჩაფხუტები
ყველაზე ისეთი გავრცელებული სტანდარტი, რაც გამოიყენება მსოფლიოში, არსებობს ბევრი სხვა სტანდარტები, თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებული სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ჩაფხუტების წარმოებისას, ჩაფხუტების მასალების წარმოებისას, ასევე და შემდგომში უკვე დამზადებული ჩაფხუტების ტესტირებისთვის, ეს არის ნიჯის სტანდარტი ზოგადად ამერიკის შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სტანდარტი არის და გამოიყენება ნიჯის სტანდარტის 01.06.01 და 01.08.01 სტანდარტები. ამ კონკრეტული სტანდარტების მიხედვით, აი მაგალითად ეს კონკრეტული ჩაფხუტები და ამით მისი სხვადასხვა ანალოგები, რაც დღესდღეობით არის გავრცელებული, შეესაბამება მესამე A-დონის მაჩვენებელს. ეს გულისხმობს ასეთი ტიპის ჩაფხუტები ბრძოლის ველზე უნდა აჩერებდნენ სხვადასხვა ტიპის ნამსხვრევებს და სხვადასხვა ტიპის პისტოლეტის ტყვიებს. თვითონ ნიჯის სტანდარტის ტესტირების პროტოკოლი მესამე A-დონის ჩაფხუტებისათვის ითვალისწინებს იმას, რომ ჩაფხუტები უნდა გამოიცადოს 5 მეტრის დისტანციიდან ორი სხვადასხვა ვაზნით 01.08.01 სტანდარტის მიხედვით ეს არის 44 მაგნუმის რევოლვერის ტყვია და ასევე 919 ლუგერის 124 გრეინიანი FMG, ანუ full metal ჟაკეტი რაც არის ყველაზე ისეთი გავრცელებული რბილი ლითონის გარსიანი ტყვიები. აი ამ ვაზნებზე იცდება, ზოგადად სხვადასხვა მაჩვენებელი არის, რაზეც საუბარი ჟორჟ წაგვიყვანს, თვითონ ტესტირების პროტოკოლის ფარგლებში რეებზე იტესტება, თუმცა ეს არის ორი ძირითადი ისეთი საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღის, რომელიც გამოიყენება ტესტირებაზე. 01.06.01 სტანდარტით უკვე ეს ცოტა უფრო დღესდღეობით მეტნაკლებად მოძველებული არის 01.08-სთან შედარებით. თან უნდა იცოდეთ, რომ ამ სტანდარტების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ვერსიები არის სხვადასხვა წლებში გამოსულები და დღესდღეობით 01.08.01 გამოიყენება უფრო. თუმცა 01.06.01 ითვალისწინებდა ასევე ჩაფხუტების ტესტირებას 357 ზიგის ვაზნითად. ეს არის იგივე 9.22-ზე პისტოლეტის ტყვია, რომელიც მაინც და მაინც ისეთი გავრცელებული აღარ არის მსოფლიოში, ამიტომ ყველაზე ისეთი დიდი მწარმოებელი კომპანიები 01.08-ს იყენებენ და ტესტავენ 9 მმ-იან და 44 მაგნუმზე. ზოგიერთი კომპანია, განსაკუთრებით აქ შემიძლია თქვა კომპანია, ასე ვთქვათ, ოპსკორი საკუთარ ჩაფხუტებს შიდა ტესტირებითაც, ასე ვთქვათ, ამოწმებს. STT ესეთი ტესტირების პროტოკოლი აქვს და ეს უკვე ითვალისწინებს 918 მაკაროვის საბჭოთა მაკაროვის ვაზნაზე ტესტირებას და ასევე საბჭოთა TT-ს 762 25 მმ-ზე ფოლადის გარსიან ტყვიაზე ტესტირებასაც. ზოგადად TT-ს ტყვია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩვეულებრივი არაჯავრშან გამტან ვაზნებში TT-ს ტყვია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გამჭოლუნარიანობით ხასიათდება და ზოგადად ბევრი კომპანია ტესტავს ამ ტყვიაზე საკუთარ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს, როგორც ბალისტიკურ პანელებს, ასევე ჩაფხუტებს. რაც შეეხება თვითონ ფრაგმენტებს, ამ ნამსხვრევების მიმართულებით დაცულობას, აქ უკვე გამოიყენება ნატოს სტანდარტის TANAC 2920 სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს აი ამ მესამე A-დონის ჩაფხუტების ტესტირებას V50-ის მეთოდიკით. აქ ძირითადად რაც არის გავრცელებული 1.1 გრამი მასის ესეთი სტანდარტიზებული ნამსხვრევით ხდება ტესტირება ჩაფხუტის. ეს არის ესეთი ნამსხვრევის, ასე ვთქვათ, ნიმუში, რომლის მსგავსი ნამსხვრევებიც უმეტესად არის გავრცელებული, ხდება, ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე, სხვადასხვა საბრძოლო მასალის აფეთქების შემთხვევაში და როგორიც შეიძლება მოხდეს სიტყვაზე ჩაფხუტს სხვადასხვა ვითარებაში. თვითონ მასალებზეც მინდა ვისაუბრო, ის მასალები, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კონფიგურაციის ჩაფხუტებზე, როგორც პასგეტ ჩაფხუტებზე, ასევე მიჩ-2000-ებზე, აჩის ტიპის ჩაფხუტებზე და ყველა იმ, ასე ვთქვათ, აქეთ უკვე ფასტის ჩაფხუტის სხვადასხვა კონფიგურაციებზე, როგორც ფასტ SF-ებზე, ასევე მერითიმებზე და ასე შემდეგ. დღესდღეობით ფართოდ ცნობილია, რომ ესეთი მასალა არსებობს, რაზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრე, კევლარი, ცივი ომის პერიოდში 60-იან წლებში შექმნილი კევლარის მასალა არის ესეთი ყვითელი ფერის, ეს არის არამედული მასალა და ასე ვთქვათ, პირველი ჩაფხუტები ცივი ომის პერიოდში, რომელიც აი ესეთი არამედული მასალებით მზადდებოდა, პასგეტის
ტიპის ჩაფხუტები, სკეპკიანი ჩაფხუტები, სწორედ აი კევლარით მზადდებოდა და მოყოლებული 2000-იანების დასაწყისამდე ძირითადად გავრცელებული იყო დიდ მწარმოებლებში ეს კევლარის მასალა, რითიც ამზადებდნენ სხვადასხვა ტიპის ჩაფხუტებს, მათ შორის ეს ამერიკული კონკრეტულად ეს ამერიკული ჩაფხუტი. კევლარს ბევრი ასე ვთქვათ, კარგი თვისებები აქვს, თუმცა კევლარის ბალისტიკური მასალები, ბალისტიკური პანელები, კევლარისგან დამზადებული ჩაფხუტები, აი ცუდი შენახვის პირობების მიმართ, სადაც აი ნესტია შედარებით ასე ვთქვათ, წყალი არის და ასე შემდეგ, აქვეითებს ასე ვთქვათ, ასეთი ცუდი შენახვის პირობები აქვეითებს კევლარისგან დამზადებული ბალისტიკური პანელებისგან ჩაფხუტების ჯავშან მედეგობას. ამიტომ ბოლო ასე ვთქვათ ბოლო წლებში ძალიან სოფლიოში ძალიან ისეთი ფართოდ გავრცელდა და მოიკიდა ფეხი უკვე ბალისტიკური პოლიეთილენის გამოყენებამ. ეს ბალისტიკური პოლიეთილენი არის მაღალმოლეკულური ბალისტიკური პოლიეთილენი, რომელიც ბალისტიკური მაჩვენებლებით არ ჩამოუვარდება კევლარის ასე ვთქვათ მაჩვენებლებს და მისგან დამზადებული ბალისტიკური პანელები, ჯავშანჯლეტის ბალისტიკური პანელები იქნება ეს თუ თვითონ ჩაფხუტები მეტად უფრო მედეგი არის, ასე ვთქვათ, ცუდი შენახვის პირობებთან და განსაკუთრებით ნესტთან მიმართებაში. და რაც მთავარია, აი ბალისტიკური პოლიეთილენით დამზადებული ჩაფხუტების სიტუაციაში ბალისტიკური პანელები ბევრად უფრო იაფი გამოზის, ხშირ შემთხვევაში 2-ჯერ, 3-ჯერ უფრო იაფი არის ხოლმე, ვიდრე სიტუაციაში კევლარით დამზადებული ჩაფხუტი შეიძლება იყოს ბაზარზე. თვითონ დამზადების ტექნოლოგია გარკვეულწილად განსხვავდება ანუ კევლარის ჩაფხუტების და ბალისტიკური პოლიეთილენით დამზადებული ჩაფხუტების, თუმცა ტექნოლოგიები არის დღესდღეობით დახვეწილი, რომ ორივეთი ძალიან ისეთი მარტივად შეიძლება მიიღება მესამე ადონის ჯავშანდაცვის ჩაფხუტების. ანუ სოფლიოში გავრცელებული ტექნოლოგია არის და რაღაც განსაკუთრებულ მაღალ ტექნოლოგიურ საიდუმლოებას ეს დღესდღეობით აღარ წარმოადგენს. შეჯამებისათვის მინდა გითხრათ აქვე, რომ თუ კი თქვენ გეგმავთ ბალისტიკური ჯავშანჩაფხუტის შეძენას და თქვენი აღჭურვილობის გამდიდრებას თანამედროვე ტაქტიკური ჩაფხუტით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაც არის მისი შეძენისას, სიტუაციაზე გამოწერის შემთხვევაში უნდა დააკვირდეთ, რომ იყოს ასე ვთქვათ იმ საიტზე, სადაც ეს ჩაფხუტი იყიდება, ატვირთული ბალისტიკური ტესტირების შესაბამისი სერტიფიკატი, მწარმოებლის ოფიციალური სერტიფიკატი, ან თუ არ არის მწარმოებელს გამოაგზავნოთ, რომ იყოს დარწმუნებული, რომ ნამდვილად ეს ბალისტიკური ჩაფხუტია, იმიტომ რომ ბაზარზე განსაკუთრებით აი ჩინური, სხვა ჩინური საიტებზე არის ჩაფხუტები, რომელსაც აწერია სიტყვაზე ბალისტიკური ჩაფხუტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ პოლიმერისგან დამზადებული, ასე ვთქვათ, დამემოდელები არის ხოლმე მიმსგავსებული მაკეტები და რეალურ ბალისტიკურ მაჩვენებლებს ვერ უზრუნველყოფს. მსგავსი ტექნიკური მიმოხილვების გადაღებას კვლავ გავაგრძელებთ, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვადევნეთ თვალყური.